პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უქმეებზე ტარიფების გამოცხადება იგრძნეს ოტავაში, მეხიკოში, პეკინში და აქ ნიუ-იორკში, ჰონკონგი, სეული და ტაიპეი. ორშაბათს მსოფლიოს გარშემო ბაზრებზე დრამატული ვარდნა მას შემდეგ მოხდა, რაც ტრამპმა მექსიკის და კანადისთვის 25%-იანი და ჩინეთისთვის 10%-იანი ტარიფების შესახებ გამოაცხადა. შემდეგ ვაშინგტონში ტრამპმა განცხადება მექსიკასთან ტარიფების ერთი თვით დაპაუზების შეთანხმებაზე გააკეთა, რაც მეხიკოსგან დათმობების სანაცვლოდ მოხდა. ეს მიგრანტების დინებების და სამხრეთ საზღვარზე უკანონო ნარკოტიკების მოძრაობის შეჩერებას ნიშნავს. მისი განცხადების შემდეგ ბაზრებმა გარკვეული დანაკარგი სწრაფად შეივსეს. მსგავს პაუზაზე მოგვიანებით კანადასთანაც უნდა შევწყვიტოთ ხალხის ნაკადის შემოსვლა და ჩვენ უნდა შევაჩეროთ ფენტანილი. და ამაში ჩინეთიც შედის. წელს ფენტანილმა სულ ცოტა 200,000 ადამიანი მოკლა. ის ჩინეთიდან მექსიკის და კანადის გავლით შემოედინება და მათ ეს უნდა შეაჩერონ. თუ ისინი არ შეაჩერებენ, ტარიფები გაუარესდება. ბევრად გაუარესდება. ორშაბათს მექსიკის პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმს იმედიანი ხმა ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ თვეში შედეგები გვექნება. თქვენი ხალხისთვის კარგი შედეგები. კარგი შედეგები მექსიკელი ხალხისთვის და ეს შეთანხმების შედეგი იყო. ეს კარგი საუბარი იყო, ურთიერთპატივისცემით. ეკონომისტები საუბრობენ იმაზე, რომ მომხმარებლები მალე გაძვირებით გამოწვეულ ტკივილს იგრძნობენ და ისტორიულ პარალელებზე მიუთითებენ. ამას 1930-იანებში გადავყავართ, როდესაც გეხსოვებათ სავაჭრო ომი იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც დიდი დეპრესია გააღრმავა, როდესაც მსოფლიოში ყველა ეკონომიკამ იმპორტის შესაკავებლად ბარიერები აღმართა. ხანგრძლივ პერსპექტივაში მაღალმა ტარიფებმა შეიძლება მთლიანად მსოფლიო ვაჭრობა შეამციროს, რაც კონკურენციას დასწევს და მთელ მსოფლიოში ტექნოლოგიური ინოვაციების გავრცელებას შეამცირებს. ხანგრძლივ პერსპექტივაში შეიძლება შეერთებული შტატების და გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპი შემცირდეს. კაიროში ჩინეთის ელჩმა ფუკონგმა ორშაბათს განაცხადა, რომ შესაძლოა პეკინმა საპასუხო ღონისძიებებისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას მიმართოს. მიგვაჩნია, რომ ეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს არღვევს. ამიტომ ჩინეთს ორგანიზაციაში საჩივარი შეაქვს და გვესმის, რომ შესაძლოა იძულებული გავხდეთ sapasukho ზომები მივიღოთ. და ნებამომეცეთ ხაზი გავუსვა, რომ სავაჭრო ომებში გამარჯვებული არ არსებობს. ტრამპმა აღიარა, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა ფასები გაზარდოს, მაგრამ თქვა, რომ მაღალი ტარიფები შეიძლება ღირდეს იმად, რომ შეერთებული შტატების ინტერესები განამტკიცოს.